ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით 12 ნოემბერს ქალაქ ხარკივზე რუსეთის მიერ დრონები თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე სამჯერ მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე რეგიონული გაწვევისა და სოციალური დახმარების ცენტრები, ასევე ლოგისტიკისა და გადამზიდი კომპანია იყო. ამჟამად ინფორმაცია გვაქვს, რომ შაჰედის ტიპის დრონებით სამჯერ მიიტანეს იერიში ხარკივის ხოლოდნოჰირსკის რაიონზე, ძველ საცხოვრებელ უბანზე. დაშავებულია ერთი პირი, რომელსაც მსუბუქი დაზიანება აქვს, თუმცა ჯერ კიდევ დილაა. ქუჩაში ბევრი ადამიანი იყო. საბედნიეროდ ბევრი არ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყველა დანაყოფი უპირველეს ყოვლისა შედეგების აღმოფხვრასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. შემდეგ გავასუფთავებთ ტერიტორიას ნანგრევებისგან და ვნახავთ, არის თუ არა მის ქვეშ კიდევ ვინმე მოყოლილი. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობები და საწყობები. ბოლო მონაცემებით 5 დაშავებულიდან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. რუსეთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის 4 წლის წინ შეიჭრა და ამჟამად უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/5 აქვს ოკუპირებული. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციები, რომელთა სამიზნეც რუსეთის ეკონომიკის საყრდენი, ნავთობის სექტორია, 21 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს. სანქციების მიზანია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.